მინდა ჩემი გულის ტკივილი გამოვხატო ერთი ფაქტის მიმართ. გამარჯობა, მე ვარ მაია, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი. როგორც მასწავლებელი, ყოველთვის გული მწყდება იმაზე, რომ დღეს თანამედროვე ცხოვრებაში ბავშვებს არ ხიბლავ წითთან ურთიერთობა. დაახლოებით 2 დღის წინ მივდივარ ქუჩაში და ვხედავ, რომ პატარა ბავშვს, რომელიც იქნებოდა დაახლოებით მესამე-მეოთხე კლასელი, თვალები იმ დონეზე ქონდა გადაწითლებული, რომ თითქოს ნაკვერცხლები ედო თვალს გუგებზე. ამით რისი თქმა მინდა, ეს ბავშვი დაღლილი იყო ეკრანთან მიჯაჭვულობით. როგორც ჩანს, მისი ცხოვრების 80-70% ატარებს ეკრანთან. გულის ტკივილაში მდგომარეობს ჩემი. ძალიან მინდა, რომ თითოეული მშობელი, ვინც კი ნახავს ახლა ჩემს ვიდეოს, დაფიქრდეს და განსაჯოს საკუთარი თავი პირველ რიგში და მერე ბავშვის ქცევა რა. განსაჯოს ის და გაიაზროს, რომ აუცილებელია, რომ მან დავსმოს ძალიან დიდი დრო თავის შვილს. აი თქვათ, დღეში 1 საათიც კი თუ გაქვს თავისუფალი და არ დაუთმო ეს დრო დასვენებას და დაუთმო შენი შვილის განვითარებას. იკითხე, რაც შეიძლება მეტი შენს შვილთან ერთად. დაანახე, რომ წიგნი რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენ კარგ ინფორმაციას გაძლევს, რამდენად გზრდის ადამიანს, რამდენად გახვედრებს, რომ ცხოვრება არის მრავალფეროვანი და ძალიან ლამაზი. რა თქმა უნდა, ტექნიკაც არ უნდა მოვწყდეთ არანაირად, რომ ვერ მოვწყდებით ფიზიკურად. დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები ვითარდება, ეს ტექნოლოგიები უკავშირდება სხვადასხვა სფეროებს, ეს იქნება სკოლას, ეს იქნება სხვადასხვა თქვათ სამედიცინო მომსახურება და ასე შემდგომ. ტექნოლოგიების გარეშე ჩვენ ისე მივიცხოვრებო, რომ მალე მის დონეზე დავეშვებით. მაგრამ აქ უნდა დავუნიშნოთ, რომ ციგნს ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს. ამაზე არაერთი ადამიანი ფიქრობს და ამტკიცებს კიდეც და ჩვენს ვამტკიცებთ, ხო? წიგნი არის ის, რომელიც ჩვენ გვაძლევს გონების იარაღს და ისეთ იარაღს, რომელიც გვაძლევს შემდგომში საშუალებას, რომ ვიბრძოლოთ თავდაუხრელად მომავალი წარმატებისთვის. მადლობა ყურადღებისთვის და ვიმედოვნებ, რომ თითოეული მშობელი, ვინც კი ჩემს ვიდეოს ნახავს, დღეიდან შეცვლის მის აზრს და შეეცდება, რომ თავისი დროის მაქსიმალური ნაწილი გაატაროს თავის შვილთან წიგნის კითხვაში და არა მარტო წიგნის კითხვაში. თუნდაც leisure activities-ში, ანუ თავისუფალ დროს გასაკეთებელი რაიმე აქტივობით დაკავდეს. თუნდაც ბავშვთან ერთად გარეთ ბურთის თამაშით. მადლობა ყურადღებისთვის და დავასრულებ ასეთ ფრაზით, რომელსაც ჩემს ვიდეოებში ხშირად ვიყენებ და ალბათ ისე არ ძირითადი ვიდეოები, რომ ეს ფრაზა არ გამოვიყენო. თქვენი ცხოვრების პრეზიდენტები ხართ თქვენი ცხოვრების მთავარი გასაღები გიკავიათ თქვენ, ამიტომ იკითხეთ ბევრი წიგნი. თუ კი რომელიმე ბავშვი უყურებს ჩემს ვიდეოს, ამას განსაკუთრებით მას მიმართავ, რომ გადაშალე წიგნი დღეში 15 ფურცელით რო წაიკითხო, 15 გვერდით რო წაიკითხო, მერე მიხვდები, რომ რაოდენ ცოტა რამ ვიცით ამ სამყაროს შესახებ.